1966 წელს კენ ასტონი შეუერთდა ფიფას მსაჯთა კომიტეტს, თავმჯდომარეობდა მას 1970 წლიდან 1972 წლამდე და პასუხისმგებელი იყო მსაჯების მუშაობაზე 1966, 1970 და 1974 წლების მსოფლიო ჩემპიონატებზე. 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ინგლისსა და არგენტინას შორის მატჩში გერმანელმა მსაჯმა რუდოლფ კრეიტლაიმმა გააძევა არგენტინელი რატინი, რომელმაც უარი თქვა მოედნის დაუყოვნებლივ დატოვებაზე და ენობრივი ბარიერის მიუხედავად სცადა გაერკვია მსაჯისგან გაძევების მიზეზი. ამაზე დაფიქრების შემდეგ ასტონმა მალევე შესთავაზა ყვითელი და წითელი ბარათების გამოყენება როგორც მკაფიოდ გასაგები სიგნალების შუქნიშანის მსგავსად, რომლებიც მიუთითებდა მოთამაშისთვის გაფრთხილებას და მოედნიდან მის გაძევებას. ყვითელი და წითელი ბარათების გამოყენება დაიწყო 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე. ვინ მიიღო პირველი ყვითელი ბარათი? ფეხბურთში პირველი ყვითელი ბარათი ქართველს უჩვენეს 1970 წელს. მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ისკახი ასათიანს საბჭოთა კავშირის ნაკრები ურუგვაის წინააღმდეგ მეოთხედფინალურ მატჩში მიეცა, რამდენიმე წუთის შემდეგ ჰოლანდიელმა მსაჯმა ვან რავენსმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა, ამჯერად გივინო დიას. ასე რომ, სინამდვილეში პირველი ორი მოთამაშე, ვინც ყვითელი ბარათი მიიღო, ქართველი ფეხბურთელები იყვნენ.